კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს გადაცემაში. დღეს ღრუბლოვანი ტექნოლოგიების ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ დილემას ვეხებით. ბლოკურ საცავსა და ობიექტურ საცალს შორის არჩევანს. კონკრეტულად კი AWS-ის გიგანტების EBS-ისა და S3-ის მაგალითზე ვისაუბრებთ. და ჩვენი დღევანდელი დისკუსიის მთავარი კითხვა ასე თქვათ, შემდეგია. არის თუ არა რომელიმე მათგანი აშკარად უკეთესი თანამედროვე ღრუბლოვანი სისტემებისთვის, თუ ეს არჩევანი, მთლიანად დამოკიდებულია კონკრეტულ ამოცანაზე. დიახ, და ჩვენი ანალიზით სწორედ AWS-ის ამ ორი საცავის შედარებით კვლევას ეფუძნება. მე მაგალითად ვამტკიცებ, რომ ობიექტური საცავი თავისი მასშტაბურობით და მოქნილობით უბრალოდ უკეთესი, უფრო მომავალზე ორიენტირებული მოდელია მონაცემებზე დაფუძნებული აპლიკაციების აბსოლუტური უმრავლესობისთვის. მე კი ვფიქრობ, რომ ასეთი განზოგადება სახიფათოა. ჩემი პოზიციაა, რომ ბლოკური საცავი შეუცვლელი რჩება ბიზნესის კრიტიკული მაღალი წარმადობის ამოცანებისთვის. მისი ფუნდამენტური უპირატესობები სიჩქარესა და მონაცემების მყისიერ მოდიფიკაციაში იმდენად მნიშვნელოვანია, რომ, ობიექტური საცავი მას უბრალოდ ვერ ჩაანაცვლებს. ძალიან კარგი, მაშინ მოდით ჩემი არგუმენტით დავიწყებ. ჩემი ხედვით, S3-ის მსგავსი ობიექტური საცავი იდეალურად პასუხობს იმ რეალობას, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ. მონაცემების ხო იცით 80%-ზე მეტი ხო არასტრუქტურირებულია. გულისხმობს სურათებს, ვიდეოებს, დოკუმენტებს, სარეზერვო ასლებს. S3 შექმნილია სწორედ ასეთი მონაცემების პრაქტიკულად უსასრულოდ შესანახად. როცა ვამბობ უსასრულოდ, არ ვაჭარბებ. ერთი ობიექტის ზომა შეიძლება 5 ტერაბაიტი იყოს. ობიექტების რაოდენობა კი მართლაც შეუზღუდავია. შედარებისთვის, EBS-ის ერთი დისკის ზომა 16 ტერაბაიტით იზღუდება და მის გასაზრდელად რთული და ცოტა მოძველებული RAID კონფიგურაციების აწყობა გვიწევს. მაგრამ მთავარი ესეც არ არის. ფუნდამენტური ცვლილება მეტამონაცემებშია. ეს არა უბრალოდ ტექნიკური დეტალი. ეს არის ფუნდამენტური ცვლილება, რომელიც საშუალებას გვაძლევს მონაცემთა საცავს შევეკითხოთ მისი შიგთავსის შესახებ პირდაპირ, მთლიანი ფაილების ანალიზის გარეშე. სწორედ ამან გახადა შესაძლებელი ისეთი სერვისების შექმნა, როგორიც AWS Athena-ა, სადაც ტერაბაიტობით მონაცემების ანალიზი წამებში ხდება პირდაპირ S3-დან. ეს არის პარადიგმა, რომელსაც ბლოკური საცავი თავისი ბუნებით უბრალოდ ვერ შემოგთავაზებს. და ბოლოს, ფასი. S3 სამჯერ იაფია. ეს უზარმაზარი ეკონომიკური უპირატესობაა. გასაგებია, მე ამას სულ სხვა კუთხით ვხედავ. შენ საუბრობ არასტრუქტურირებულ მონაცემებზე, რაც მართალია, მაგრამ ბიზნესის გული ის ხომ სტრუქტურირებულ ტრანზაქციულ მონაცემებშიც გერს. EBS, ბლოკური საცავი, სწორედ ამ ბირთვისთვისა შექმნილი. ის არ არის უბრალოდ დისკი ღრუბელში, ის არის გარანტირებული მაღალი წარმადობის რესურსი. როდესაც ვსაუბრობთ წარმადობაზე, მთავარი მეტრიკაა IOPS, შეტანა გამოტანის ოპერაციები წამში. ეს ზომავს, რამდენ 1000 პატარა წაკითხვა-ჩაწერის ოპერაციას შეასრულებს დისკი. მონაცემთა ბაზისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. EBS უზრუნველყოფს 1000 IOPS უმცირესი შეყოვნებით, რადგან ის პირდაპირ დაბალ დონეზეა მიერთებული ვირტუალურ მანქანასთან. ის იყენებს დროში გამოცდილ პროტოკოლებს, როგორიცაა NFS ან Sieves, რომლებიც, მარტივად რომ ვთქვათ, ღრუბლოვან დისკს თქვენი კომპიუტერისთვის ისე ასაღებენ, თითქოს ის ფიზიკურად იყოს მიერთებული. S3 საცდომა კი ხდება HTTP-ით. ეს არის ვებ პროტოკოლი, რომელიც გაცილებით ნელი და არაპროგნოზირებადია. მაგრამ ყველაზე კრიტიკული განსხვავება მონაცემების შეცვალშია. ბლოკურ საცავში შეგიძლია შეცვალო ფაილის 1 ბაიტი, 1 ბლოკი. ობიექტურ საცავში კი 1 ტერაბაიტიან ფაილში 1 ბაიტის შესაცვლელად 1 ტერაბაიტი თავიდან უნდა ატვირთო. ეს კატასტროფაა ნებისმიერი დინამიური სისტემისთვის. იქნება ეს მონაცემთა ბაზა, ქეში თუ ლოგირების სისტემა. ვეთანხმები, რომ IOPS-ის თვალსაზრისით EBS უპირატესია, კი ბატონა, მაგრამ მოდი უფრო ფართო სურათს შევხედოთ. ჩვენ ვსაუბრობთ მასშტაბურობასა და წარმადობას შორის კომპრომისზე, ხომ? რა თქმა უნდა. თქვენ ამბობთ, რომ S3-ის მასშტაბურობა გადამწყვეტია, მაგრამ როგორ უპასუხებდით იმ ფინანსური სერვისების კომპანიას, რომლისთვისაც ტრანზაქციის დამუშავების ყოველი დამატებითი 50 მილიწამი მილიონობით დოლარის ზარალს ნიშნავს? მართლა ღირს ეს მოქნილობა ასეთ ფასად? ეს შესანიშნავი კითხვა, რადგან ის პირდაპირ ჩემი არგუმენტის გულში ხვდება. პასუხი არის არა.
არ ღირს. ასეთი კომპანიისთვის წარმადობა არ არის უბრალოდ სასიამოვნო ბონუსი, ის არის ბიზნესის არსებობის წინაპირობა. ტრანზაქციული მონაცემთა ბაზისთვის, მაგალითად, საფონდო ბირჟის სავაჭრო პლატფორმისთვის, EBS-ის მიერ უზრუნველყოფილი დაბალი შეყოვნება და მაღალი IOPS შეუცვლელია. რაში გჭირდება პეტაბაიტების შენახვის შესაძლებლობა თუ აპლიკაცია თავის ძირითად კრიტიკულ ფუნქციას, ანუ ტრანზაქციის წამის მიასედებში დამუშავებას, ვერ ასრულებს. მასშტაბურობას აზრი ეკარგება თუ სისტემის ბირთვი პარალიზებულია დაბალი წარმადობის გამო. მე პირადად მქონია შემთხვევა, როდესაც გუნდმა სცადა ლოგირების სისტემის S3-ზე აწყობა. შედეგი კატასტროფული იყო. ზუსტად იმ მიზეზით, რასაც ვამბობდი, ყოველ წამს უზარმაზარი ფაილის თავიდან ჩაწერა ანადგურებდა წარმადობას. ეს იყო, მწარე გაკვეთილი იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სწორი ინსტრუმენტის შერჩევა. აი, ეს მართლა საინტერესოა, რადგან ჩვენ ვეხებით არა ტექნოლოგიურ, არამედ ფილოსოფიურ განსხვავებას. თქვენი მაგალითი ლოგირების სისტემაზე იდეალურია. თქვენ ამბობთ, რომ ფაილის მუდმივი განახლება არაეფექტურია S3-ში და მართალი ხართ, მაგრამ იქნებ პრობლემა ინსტრუმენტში კი არა, მიდგომაშია. თანამედროვე ღრუბელზე მორგებული აპლიკაციები ხშირად უცვლელობის, immutability-ის პრინციპით იქნება. მარტივი ანალოგია რომ მოვიყვანოთ, ეს გავს ბუღალტრულ წიგნს. შეცდომის აღმოჩენისას ძველ ჩანაწერს კი არ შლი, არამედ ამატებ ახალ მაკორექტირებულ ჩანაწერს. ასევე მონაცემების შეცვლის ნაცვლად ვქმნით ობიექტის ახალ ვერსიას. S3-ის ვერსიონირების ჩაშენებული ფუნქცია იდეალურად ერგება ამ მოდელს. ეს არა მხოლოდ ამარტივებს მონაცემეთა მართვას, არამედ ქმნის ცვლილებების ნათელ აუდიტირებად ისტორიას. ეს ბევრად უფრო საიმედო და მართვადი მიდგომაა, ვიდრე მთლიანი EBS დისკის პერიოდული სნეპშოტების შექმნა და მართვა, რაც გაცილებით რთული და ძვილი პროცესია. ბოდიში, მაგრამ მე ამ არგუმენტს ვერ ვიზიარებ. უცვლელობის პრინციპი კარგი კონცეფცია გარკვეული სცენარებისთვის, მაგალითად, კონფიგურაციის ფაილებისთვის, მაგრამ ის ვერ იქნება უნივერსალური პასუხი. წარმოიდგინეთ სოციალური ქსელის მომხმარებლების მონაცემთა ბაზა. თუ მომხმარებელი პროფილის სურათს ცვლის, ან თუნდაც პაროლს, თქვენი ლოგიკით, ჩვენ კი არ უნდა განვაახლოთ არსებული ჩანაწერი, არამედ შევქმნათ მომხმარებლის მთელი პროფილის ახალი ვერსია. ეს ხომ აბსურდია. ეს წარმოქმნის უზარმაზარ არასაჭირო მონაცემთა მოცულობას და კლავს წარმადობას. ბლოკურ საცავში კონკრეტულ ჩანაწერზე ფაილის კონკრეტულ ნაწილზე წვდომა და მისი შეცვლა ბევრად ეფექტურია და რესურსების დამზოგველია. ეს არის ფუნდამენტური ოპერაციონული უპირატესობა დინამიური მონაცემებისთვის, რომელსაც ვერანაირი არქიტექტურული ფილოსოფია ვერ გადაფარავს. კარგი, მოდით, თქვენს მიერ ნახსენებ არგუმენტს ჩავეჭიდოთ. თქვენ საუბრობთ EBS-ის მჭიდრო კავშირზე ერთ სერვერთან, როგორც სიჩქარის გარანტიაზე. მე კი ვხედავ ამას, როგორც მის უდიდეს შეზღუდვას. რა ხდება მაშინ, როდესაც 5 სხვადასხვა სერვისს სჭირდება ამ მონაცემებზე წვდომა? მაგალითად, სოციალური ქსელის შემთხვევაში, სურათების ატვირთვის სერვისს, ხელოვნური ინტელექტის მოდელს, რომელიც ამ სურათებს აანალიზებს, ქეშირის სერვისს და სარეზერვო ასლების სისტემას. ყველას სჭირდება წვდომა ერთსა და იმავე ფაილებზე. EBS-ის შემთხვევაში ეს კოშმარია. მონაცემები ერთ ინსტანციაზეა გამომწყვდეული. S3-ის შემთხვევაში კი მისი პირდაპირი ინტერნეტ ხელმისაწვდომობა HTTP-ით მას უნივერსალურ მონაცემთა ფენად აქცევს. მასზე წვდომა შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან, ნებისმიერი სერვისით კონკრეტულ AC თუ ინსტანციაზე მიბმის გარეშე. ეს ფუნდამენტურია დეცენტრალიზებული მიკროსერვისული არქიტექტურის ასაგებად, რაც თანამედროვე სისტემების სტანდარტია. საინტერესოა, რომ თქვენ ამას შეზღუდვად მიიჩნევთ. მე ფიქრობ, რომ EBS-ის მჭიდრო კავშირი ისი თუ ინსტანციასთან არის მისი უპირატესობა და არანაკლი. ეს კავშირი უზრუნველყოფს გამოყოფილ, მაღალ სიჩქარიან და გარანტირებულ კავშირს, რომელიც ლოკალური დისკის მსგავსად მუშაობს. ეს არის ზუსტად ის, რასაც ოპერაციული სისტემები, ფაილური სისტემები და მონაცემთა ბაზები მოითხოვენ სტაბილური და პროგნოზირებადი მუშაობისთვის. თქვენ ახსენეთ მრავალი სერვისი. ამისთვის არსებობს ქსელური ფაილური სისტემები, როგორიცაა EFS, რომელიც ბლოკური საცავის პრინციპებზეა აგებული. ის ფაქტი, რომ არსებობს ისეთი ინსტრუმენტები, როგორიცაა S3FS, რომელიც ცდილობს ობიექტური საცავი ფაილურ სისტემად გაასახოს, თავისთავად ამტკიცებს ობიექტური მოდელის ფუნდამენტურ შეზღუდვებს ამ ტიპის ამოცანებისთვის. ეს არის მცდელობა მოარგო კვადრატული ობიექტი მრგვალ ხვრელს. ის მუშაობს, მაგრამ ყოველთვის ჩება კომპრომისად. თუმცა, ბაზარი თავად გვთავაზობს გამოსავალს, რომელიც ჩემი აზრით ჩემს პოზიციას ამყარებს. ავიღოთ თუნდაც ისეთი გადაწყვეტილებები, როგორიცაა NetApp Cloud Volumes ONTAP. ეს რთული, ჰიბრიდული სისტემები აღიარებენ ორივე მოდელის ფასეულობას, მაგრამ როგორ?
ისინი იყენებენ სწრაფ EBS დისკებს, როგორც დროებით cache ცხოლ, ანუ ხშირად გამოყენებადი მონაცემებისთვის და ავტომატურად გადააქვთ იშვიათად გამოყენებული ცივი მონაცემები გაცილებით IAP S3-ზე. ეს აშკარად აჩვენებს, რომ საბოლოო სტრატეგიული მიზანი და მონაცემების გრძელვადიანი სახლი არის S3, მისი ეკონომიურობისა და მასშტაბის გამო. EBS ამ სქემაში ასრულებს მხოლოდ ტაქტიკურ მაღალსიჩქარიან დამხმარე როლს, მხოლოდ მაშინ, როცა წარმადობა აბსოლუტურად კრიტიკულია. საბოლოოდ, ყველა მონაცემე მაინც S3-ში იყრის თავს. ვფიქრობ, ამგვარი რთული ჰიბრიდული სისტემების არსებობა ზუსტად საპირისპიროს ამტკიცებს. ის იმის დასტურია, რომ ვერცერთი საცავი სრულად ვერ ანაცვლებს მეორეს. ეს ხაზუსვამს იმას, რომ ორივე მათგანი აუცილებელია თანამედროვე ინფრასტრუქტურისთვის. ის ფაქტი, რომ ცხელი მონაცემებისთვის და აქტიური დატვირთვებისთვის მაინც საჭიროა მაღალი წარმადობის ბლოკური საცავი, კიდევ ერთხელ ადასტურებს მის შეუცვლელობას. ეს ჰიბრიდული მოდელი აღიარებს, რომ S3-ს არ შეუძლია შეასრულოს ის კრიტიკული როლი, რომელიც EBS აკისრია აქტიური ტრანზაქციული დატვირთვებისთვის. ეს არის არა EBS-ის ჩანაცვლება, არამედ მისი ფუნდამენტური მნიშვნელობის აღიარება. თქვენ ამბობთ, რომ EBS დროებითი ქეშია, მე კი ვამბობ, რომ ის არის სისტემის ძრავა, რომლის გარეშეც მთელი მანქანა არ დაიძრება. დროა შევაჯამოთ. ჩემი პოზიცია უცვლელია. ობიექტური საცავის მასშტაბურობა, ეკონომიურობა და უნივერსალური ხელმისაწვდომობა მას სტრატეგიულად სწორ არჩევანად აქცევს მონაცემების იმ უსასრულო ოკეანისთვის, რომელსაც თანამედროვე აპლიკაციები წარმოქმნიან. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკურ საცავს თავისი ნიშა აქვს მაღალი წარმადობის მონაცემთა ბაზებისთვის, ღრუბლოვანი არქიტექტურის ზოგადი ტენდენცია, მიკროსერვისებიდან დაწყებული სერვერების გარეშე გამოთვლებით დამთავრებული, აშკარად ობიექტური საცავის დეცენტრალიზებული და მოქნილი მოდელისკენ იხრება. ის არის მომავლის საცავი. ვფიქრობ, ჩვენი დისკუსია არ ეხებოდა იმას, თუ რომელია ზოგადად უკეთესი, არამედ იმას, თუ რომელია არსებითად აუცილებელი. ჩემი შეჯამება ასეთია: ბლოკური საცავი რჩება ფუნდამენტურ შეუცვლელ კომპონენტად ბიზნესის მამოძრავებელი წარმადობაზე კრიტიკული აპლიკაციებისთვის. მისი უპირატესობა iOS სიჩქარესა და მოდიფიკაციის ეფექტიანობაში შეუცვლელია ტრანზაქციული სისტემებისთვის. ობიექტური საცავი შესანიშნავი და ეფექტური დამატებაა დიდი მოცულობის, იშვიათად ცვლადი მონაცემების შესანახად, მაგრამ ის ვერაზროს ჩაანაცვლებს ბლოკური საცავის როლს ტექნოლოგიური სისტემის ბირთვში. საბოლოო ჯამში, ჩვენმა საუბარმა ნათლად აჩვენა, რომ არჩევანი EBS-სა და S3-ს შორის არ არის მარტივი ან გადაწყვეტილება. ეს არის ღრმა არქიტექტურული და სტრატეგიული კომპრომისი, რომელიც დამოკიდებულია მონაცემებზე წვდომის მოდელზე, წარმადობის კონკრეტულ მოთხოვნებსა და, რა თქმა უნდა, ბიუჯეტზე. მასალა, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით, გვიჩვენებს, რომ ჩდება ახალი ჰიბრიდული გადაწყვეტილებები, რომლებიც ორივე ტექნოლოგიის ძლიერ მხარეებს აერთიანებს. ეს კი მიუთითებს, რომ ხშირ შემთხვევაში ყველაზე ეფექტური სტრატეგია შესაძლოა სწორედ ამ ორი მიდგომის გონივრული კომბინაცია აღმოჩნდეს, სადაც თითოეული თავის უნიკალურ როლს ასრულებს.